გამარჯობათ ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, დღეს მინდა დინამიურად დავიწყოთ ჩვენი ვიდეო განხილვა და მინდა გამოვეხმაურო მოვლენებს, ოღონდ ქვეყნის შიგნით მიმდინარე ეგრეთ წოდებულ ვითომ და პოლიტიკურ პროცესს, რომელიც თითქოს კრიზისშია. და ეხლა მიმდინარეობს ყველაზე დიდი სიყალბე ამ ეგრეთ წოდებული ოპოზიციონერების თავიდან ბოლომდე რატიფიკაცია ემათ, რომ ესენი არიან გმირები. და ქართული ოცნება არის ყველაფერი ამის თავი და თავი, თუ როგორ შეტენოს საქართველოს მოსახლეობას კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა იმ შემთხვევაში და ეს ალბათ მე მგონია რომ ძალიან მალე მოხდება ალტერნატივა ეყოლება ამ ხელისუფლებას ვინმე მოვიდეს და დაჯდეს მათ მაგივრად. აი რას აკეთებს ახლა დღეს ბიძინა ივანიშვილი და რითია ის დაკავებული. კონკრეტულად ვეხმიანები იმ ფაქტს, როდესაც ეს ნაძირალა ხაზარაძე, მისი პადელნიკი შუბლაძე, ჭიჭე ვაშაძე, რომელიც მთელი თავის შეგნებით და არსით საქართველოს საწინააღმდეგოდ მუშაობს, საქართველოს კი ასუსტებს და პარტიას ქვია ისე ცინიკურად ძლიერი საქართველოსთვის, თუ რა აშენე საქართველოს, თუ რა ვიცი რაც დაარქვა. ეშმაკმა იცის ის ნარკობარიგა რო არის ის ნაცმოძრაობის პირწავარნილი ქვედატანიდან გამправებელი გირჩი ჯაფარიძე და ესენი კოლექტიური ნაძირლები, ოქროაშვილი კიდე ქვეყნის მტერი და უძინებელი ჯერო შვილს უპატიურებდა სააკაშვილი და თურმე იმიტომ რომ დაუპირისპირდა იმის მუქარით და მერე რომ პირდაპირ დირკაში უძრება სააკაშვილს და ნუ ეს ხალხი ამოღებული აი ნახველი რომელიც ბიძინა ივანიშვილს აქვს სურვილი რომ აი შექმნას და შეკრას და განამტკიცოს როგორც ოპოზიცია და მერე ალტერნატივის არსებობის შემთხვევაში აი ეს ხალხი დაგვიჯდეს სათავეში ხალხო. აი რას აკეთებს ახლა. აბა რას ემსახურება ეს ხაზარაძე, რომელიც 8 თვე კი არა, ყველაზე მცირე მინიმუმ 12 წელი უნდა იჯდეს ციხეში. მინიმუმ 12 წელი. არ ვაჭარბებ რაღაცა იქეთ, არ ვამბობ რაღაცა. ტოტალურ ციფრებს 20 და 25 წელი. თუმცა მე თუ მკითხავთ, რამდენი განზრახულობა აქვს მაგას ჩადენილი თავისი ეგრეთ წოდებული ფინანსური მაყინაციებით ჩვენს ქვეყანაში 3.900.000 კაცი რო დავრჩით 800.000 და ამ 3.800.000 თუ 900.000-დან რამდენი არის ქვეყანაში ეთნიკური უმცირესობა, ქართულ ენაზე არ მოლაპარაკე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და აქედან ამ 3.800.000 კაციდან დარჩენილი როა ქვეყანაში სულ რაღაცა 49% რო არის კაცი და დანარჩენი ქალები. იქ ხო იმას არ ვთვლი, რამდენი არის შრომის უნარიანი შრომის უნარო, სოციალურ მინიმუმს ქვევით მყოფი, ინვალიდი და ასე შემდეგ. რამდენი აი ამ ეგრეთ წოდებულ მოკლე აბლავაში მყოფ პირებს ჩადენილი აქვს ჩვენ ქვეყანაში განზრახმკვლელობა. ბიძინა ივანიშვილზე და იმ სასტავზე ახლა დღეს რო ხელისუფლება უკავია ეს ხელში მაგენზე მე არ ვლაპარაკობ. მაგენი კიდე განსჭი სხვა თემები არიან. და რამხელა ბუტაფორიაში შევედით. თქვენ აკვირდებით ამას? და ახლა უნდა იძახოს მთელმა ერმა და საერთაშორისო სექტორმა, რომ აი ქართული ოცნება ოპოზიციას დევნის და ქართული ოცნება ოპოზიციას ეწინააღმდეგება. ვის ეწინააღმდეგება? მთელი ეს შეგნებული პერიოდი ბიძინა ივანიშვილი ხაზარაძესთან ერთად იყოფდა ამ ფინანსურ დოვლად საურავს და ასე აჯდა საქართველოს მოსახლეობას კისერზე და ატყავებდა. რას ქვია იმაშვება, რა ქვია, ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას ავიწროებს. ვინ გაბედავს მაგათ შევიწროებას? მილიარდები მოიპარეს და 8 თვე ციხეში თან როგორ ჯდება? იქ მანამდე ხო გაუშვეს ეს მელიები და ისინი კუდაგრძელიები და ნაბიჯვრები. ხაზარაძე ფულს იხდიდა ბოლო მომენტამდე არ უნდა და თავისი გაფუმფულებული უკანალი ციხის კოიკაზე დაედო. ვინუშდენში ბოლოში რომ მივიდა აი ბიძინა ივანიშვილის დედა სვაწილე და ამასობაში იქ რო დავიწყდა, იქ რო ფარულ შეხვედრებს მართავდა და დირკაში უზრებოდა. ეს არის სიმართლე. სად არის გახარი? ახლა შეხედეთ რა მოხდა. აქ ესენი ციხეში ჩაჯდებიან 8 და 9 თვე კი არა, ომს დაიწყებენ. რა სისულელი არის? ვის ეშინია ბიძინა ივანიშვილის 8 თვიანი ციხის იცის სამაგეროთ, რომ ხმა მოეღება მერე ზევით. ხაზარაძეს ვამბობ.
თორა როგორ შეიძლება ახლა ამას დისიდენტის სახე ჰქონდეს დისიდენტი იყო ვისაც ხელი დაარტყა მერაბ კოსტავა აგერ კი არ იყო თბილისში გამოკეტილი როგორც ვივამედის კლინიკაშია მათი ლიდერი სააკაშვილი ხან ერთი ნაშარო ემსახურება ხან მეორე ნაშარო ემსახურება ხან ასე რომ ეუბნებიან მიშა პირი გააღე ორალური ხვლელი და თქვია რომ ჩაუდონ პირში აბლი გლუკოზა ხან ერთი მკერდით რომ მიაწოდონ ერთმა ნაშამ და ხან ასე კი არისო ეგერ ციმბირის კრაიში რაღაცა იმის იქეთ ვიდეოზე დავდევი ერთმა ქართველმა ემიგრანტმა გამომიგზავნა იმის იქეთ მამალი არყივის აი ესეთ ადგილებში უნდა გაუშვა მზის სხივი რო ენატრებათ ეს იყო დისიდენცია და ეს იყო შეგნებული გზა ქვეყნისთვის ბრძოლის და ქვეყნის ინტერესებისთვის თორე ესენი გაპუმპულებულები რო ციხეში დარეკავენ და გოჩს რო შეუგზავნიან და ამას რო შეუგზავნიან და იმას რო შეუგზავნიან და ეს რა ციხე არის და ეს რა გარემო არის სად იზღუდება მათი სოციალური სტატუსი იქიდან გამოვლიან ქონება არ დახვდება ცოლი გაუბოზდება ამას ხაზარაძეს ისედაც ბოზი და ჩათლახი ყავს ყველა ირგვლივ თუ ამათთვის ეს პრობლემები კი არ არის რა პრობლემა არის ახლა იმისი რა ქვია ჩათლახი და მამაძაღლი იმისთვის აღმაშენებელი გირჩი რო არის ბჭყალებში თელ თავის ოჯახით ჩათლახები არიან რა პრობლემა არის მაგისთვის 8 თვე იქ ახლა დისიდენტები გახდნენ ბიჭები დისიდენტები ციხეში წავიდნენ ქვეყნის გულისთვის ვაი თქვენს პატრონს თქვენს აწოდავებო და ეს ჩვენი ქვეყანა კიდე აგერ მომდგარა და ტაშს უკრავს იმას რომ აუ ტანჯულები და აუ ქვეყნის გულისთვის იგზის ახლა მთელი ოპოზიცია და ეს ამას აკეთებს ივანიშვილი რა ამას აკეთებს ივანიშვილი აი ეს ძალა მოყავს ხელისუფლებაში და აი ამას უქმნის საერთაშორისო სახეს რომ ეს არა ქვია ესენი წულუკიანის კომისიაზე არდაბარების გამო როჯდებიან ციხეში ესენი რა დერსკი ბიჭები მაგათ გულისთვის კი არ არიან ისინი იქ ჩასაჯენი იგენი არიან კრიმინალისტვის იქ ჩასაჯენი მაგრამ აბა მთავარი კრიმინალი ხელისუფლებაშია და ვინ ჩასვამს მათ იქ სიმართლე არის ეს მაგრამ ამ სოციუმიდან გამოირჩა ერთი ყველაზე დიდი ეშმაკი ნაძირალა გახარია რომელსაც პირდაპირ მისცეს უცხოეთიდან ინფორმაცია ხა შენ დასაჭერად ემზადება ივანიშვილიო და მოტყდა აი ეს ქვეყნიდან გაიპარა ეს არის ქვეყნიდან გაპარული ნაბიჭვარი მე რომ მეუბნებით აქ ზოგიერთი შენ ქვეყნიდან გაპარული ასე თქვენი დედა მოტყალ ვინც ამას ამბობთ ბიჭო რას მადარებთ გახარიას რა წამიღია მე ჩემი ქვეყნიდან და სხვის ქვეყანაში მიმიციან სხვის გადასახადებში გამიშვია გახარია მაგერ ფული რომ მოიპარა ხო მილიონების ქონება იყიდა საფრანგეთში და დღემდე არ აქვს დადასტურებული ის დეკლარაციით სად და როგორ და რანაირად იყიდა მისი შვილი აქ ჩამოყვანილი ყავს ასწავლის პანსიონში რომ სადაც სწავლება რამდენი 100,000-ობით და მილიონობით ევროზის ეშმაკმა იცის დაუთვლია ვინმე ეს მე ჩამოვედი ერთი შორტით აქ ბიძია და ჩამოვედი როგორც პოლიტიკური დევნილი და გახარია გამოიპარა როგორც ქურდი მართლა გამოიპარა კაცი პრემიერ-მინისტრი იყო და ისე გამოიპარა და მე თავზე დამესხდნენ და ვინც მადარებთ მაგას თქვენი განსხვავების ვერ მნახველი დედა მოვტყან თქვენი მანდა მაინც რა ჩემსა და გახარიას შორის რომ განსხვავებას ვერ უყურებთ ვინ რამდენი მილიონი წამოვიდა აქ თქვენ უნდა წამოსულიყავით ჩემსავით და უნდა გაგებლოთ ის სიმწარეები და მე დავდგებოდი მე და დაგიძახებდით მაგ და განკეთებდით შედარებას როგორ იქნებოდა გახარია თუ მაგარია გახარია ჩამერთოს აქ და მელაპარაკოს და მე მაგას ვანახებ რა განსხვავებაა ჩემსა და მათ შორის გახარია უცხო ქვეყნის მტერი და აგენტი ნამდვილი რა მას მიეწოდეს ინფორმაცია და უთხრეს რომ შენ დაჭერას აპირებს ივანიშვილი და შენ უნდა მოტყდე და გაიქცე ქვეყნიდან და ეს არის ოპოზიციონერი და ამას აქვს პოლიტიკური პარტია და ეს არის დისიდენტი და ეს აქვს ქვეყნისთვის თავგადადებული ტიპი შინაგან საქმეთა მინისტრის მერე იყო პრემიერ-მინისტრი პირველი კაცი იყო არ დაგავიწყდეთ პირველი კაცი იყო და იმ თიაწულუკიანის კომისიაზე მიდის რომელიც მის უკანას ლოკავდა და მისი მინისტრი იყო თქვენ არ დაგავიწყდეთ ბატონებო ეს ყველას გცხოვთ რა ეს არ არის რაღაცა შემთხვევითი ამბავი აი ეს არის ბატონი გახარია გვარი არ უწყობსო ხელს გვარი არც ღარიბაშვილს არ უწყობს ხელს იმიტომ რომ ძალიან გამდიდრდნენ ბიძინა ივანიშვილის დროს ძალიან
შენზე დერსკია ხო იციო ვერ გაუკაჩაო ზიგზაგა მეუბნება ვიღაც წადი ვიზია ნახე ზიგზაგით და შეუვარდი მაგად უკანალში და მე ჯემი საქმე დამანებე რა თუ შეიძლება რა შემოგე მოდი რა აი ამ გნიდებს მივაბლოკავ აქ იმიტომ რომ ნერვებს მიშლიან ახლა ამათ თავი მე არ მაქვს რა აი ამათ თავი არ მაქვს რა წავიდნენ ამ დედაცვატირე რა ხდება ახლა რა ხდება იმითი ჩაგერთვებიო ტელეფონითო და ტელეფონით დაგელაპარაკებიო მე თუწულკიას დაელაპარაკე ტელეფონით და რაღაცა და ახლა იმათმა დაგეგმეს რომ ახალი უნდა დაიჭირონ პირდაპირ პარლამენტში და მოუწყდა გახარია მოუწყდა იქიდან და უნდა ტელეფონი დაგირეკავ მე შენ და ტელეფონი ჩაგაყენებ საქმის ყურში ვაი თქვენს პატრო სახელმწიფო ბიჭო კი არა ტუალეტი გვაქვს მაგის დედავატირე და ეს გნიდები რო ყავს სამეგრელოში აყრილი იმ რო ეფარება პარტია რო აქ თავისი და ეფარება იქ პარტია გააკეთა თავისი და ეფარება მაგარი ბიჭია მაგი პარტია აქ პოლიტიკური და ეფარება იქ რა უნდა გამოათრიო ეგენი იმ ოფისის წინ წაკუზო ვინც აყავს იქ საზიზღარი დედაკაცები რო ყავს იქ რაღაცა ქალის მეტი ყველაფერი რო არის რა ერთმანეთს რო დასცხეს იმის გულისთვის და ერთმანეთს რო დედაუტირეს რაღაცა ფულის გულის ფული რო ვერ გაიყვეს რა ოპოზიციური ფული მანამდე თანამდებობებს ვერ იყოფდნენ მე ფული ვერ გაიყვეს პარტიაში ფურა რასაზიზღრები არიან ამ საიდან გაიჩეკნენ საიდან გამოჩდნენ რა ხო და აი ეს ტიპები ახლა დარჩნენ იმის გარეშე რა ქვია სვედანის გარეშე ეს გახარია სვედანი იმიტომ რომ გაპარული ახლა ქვეყნიდან და პარტიას ვის დაუტოვებს და ვიღაცა ნიფხოს დაუტოვა ახლა ის სამეგრელოში მყოფი პარტია და იქ სამეგრელოში მყოფი პარტია ამგეს თავი იგი პოლიტიკური ლიდერები გონიათ და ბიჭო პოლიტიკური ლიდერები ვართ და ჩემი კაი ნიკოლაიზე ლაპარაკობენ და დედას იგინებიან ქალები მე ვიღაცა ჩემი გინება უკურსკაც 1000 ჯერ გამამწარეს და 1000 ჯერ არასწორი იგლეთი გამიკეთა ეს ცხოვრებაში და კაცი ვარ და გოგამოვა შევიგინები ქალები სახერო აქვს დაკარგული ადრე თამარის და ნესტანის და დარეჯანის და თინათინის სახეებს რო ასწავლდნენ ქვეყანაში გამოდიან და ეს სალომე ზურაბიშვილის სახე და თინა ხიდაშელის სახე და ამის სახე და იმისა მოკლედ ყველას მიადგა ივანიშვილი ვიზეც აქვს კომპრომატი ყველას მიადგა მისადგომი იყო თუ არ იყო ყველას მიადგა არაფერს არ ვლაპარაკობ იქ რაღაცა უდანაშაულო ხალხი რო გაგვყარა არა თავის კლიშეს მიადგა მაგრამ თინა ხიდაშეს არავინ არ ეკარება დავით უსუფაშვილს არავინ არ ეკარება და აფიქსირეთ რა პასუხი გავცე ახლა მე ამას იმშერ აწერია სულ რატო ჩხუბობ ახლა ამას რა უნდა ვიყო ამას ეს ქვეყანა ჩვენი ქვეყანა ამას გონია სხვისი ქვეყანა ხო და აი ეს კლასტერებს მე ახლა მე კომენტარებს ამაზე ვერ გავაკეთებ რა წადით ბიზია და თინა ხიდაშელის სასქესო ორგანოს გადაეფარეთ ბიძინა ივანიშვილის ფალოსი არ მოხდეს ხელისუფლებაში სანამ ზის თუ არა აი იმპოტენტია მაგის თავდაცვის მინისტრად რო დაგვისვამდნენ თინა ხიდაშეს იგი დამთავრდა ჩვენი ერის ერთობა და ყველაფერი რა აჰა ივანიშვილმა რაც გააკეთაო ქვეყნისთვისო შედაუნახაო აი შედავ მე ყოფილი ვარ დაუნა მაგარი რამე გააკეთა იმ შერ ჩემო მეგობარო აუ შენგენაცვალე რა მაგარი რამე გააკეთა თინა ხიდაშელი დაგვისვა ბიჭო მინისტრად თავდაცვის მინისტრად დაგვისვა ძუკნა ქალი რომელიც ტრუსიკ სახურავდა თავზე ქართულ ჯარს თა ნიფხავს ადებდა თავზე ყოველ დღე და საყვარლები ემსახურებოდნენ კაბინეტში და მე რო ეფსმებოდა მის მტყნელის კაბინეტში გადიოდა და მინისტრის კაბინეტში სვამდა იქ და მე ჭამდა და მე ფსამდა და მე ჯვამდა აგლაძე იყო ასეთი მტყნელი მინისტრის თავდაცვის მინისტრის ქვეყანაში სადაც დავითი იყო და თამარი იყო მთავარსარდალი თინა ხიდაშვილი მოგვიყვანეს პირველ პირად აი რა გაგუკეთა ბიძინა ივანიშვილმა კიდე გაინტერესებს გავაგრძელო რა გაგუკეთა და დღეს ყველას რომ მიადგა და იჭერს მაგას ვერ იჭერს და არ იჭერს რატო არ იჭერს არ სვამთ მაგ შეკითხვას აი საიდან იცი მაგის მტკიცებულება უნდა გქონდეს რომ ასეთი რამეს იზაღე რას უნდა ვიძახოდე ბიჭო ბიძინა ივანიშვილმა გამოიტანა მაგათი ტყნაურის ვიდეოები და მაგისი ფანჯიკიძის საგარეო საქმეთა მინისტრი მეტი რა გინდა რის მტკიცებულება უნდა მქონდეს იმ რაღაცებს წერ შენი სახელით და გვარი ვერ დაგიწერია სახელი და გვარი ვერ დაგიწერია შენი
შიშისგან და მე მთხოვნ მტკიცებულებებს ბიჭო წადი ბაბაია მოკურცხლი ახლა აქიდან სანამ დრო არის აი რაღაცა ეს სუსის გნიდა სასტავები იმის ტრაკი მაინც გქონდეს რომ გამოხვიდეთ და რაღაც აი სერიოზული ოპენირება გააკეთოთ და მე დაგიძახეთ პირდაპირ ეთერში დაგიძახეთ ყველას რომ გამოიყვანეთ თუ გინდა იყოს გუბაზა სანიკიძის შვილი მაგას მე უძახი გუბაზა სააკაშვილის გამოიყვანეთ სააკაშვილის შვილი გამოიყვანეთ ივანიშვილის შვილები და დამიჯინეთ აგერ პირდაპირ ეთერში დამიჯინეთ თუ გინდა სააკაშვილი ჩამირთეთ თუ გინდა ივანიშვილი ჩამირთეთ თუ გინდა ის გახარია 9 წუთს გაპარებული გახარია თუ გინდა დღევანდელი ვინც აყავთ ახლა ეგრეთ წოდებულ ოპოზიციაში ეგრეთ დისიდენტები დამის ვინც გინდა ის დამისვით რა აი თქვენს პატრონს მე კაროჩე ამ სუსის სასტავს ბლოკავს სახელს და გვარებს რო ვერწერს რა საკუთარი სახელების და გვარების რო ეშინიათ მე ასეთ სასტავებთან კავშირი არ მაქვს ამიტომ პირდაპირ ნახვიზე უშვებ ყველას რა თუ ვინმეს გაქვს პირდაპირ სალაპარაკო სათქმელი კონკრეტულად ხელისუფლებიდან ამის ტიტუშკებს ვერ დაველაპარაკებ მე ჩემი კარი ყოველთვის ღია ონლაინში დაჯეკით და დამელაპარაკეთ რატო ვერ იჭერენ ემას ხიდაშელს რატო ვერ მიადგნენ ხიდაშელს რა საქმე არა აქვთ ანადოლიძეს რატო ვერ მივადგნენ და რატო ვერ იჭერენ ვერ იჭერენ იმიტომ რომ ესენი ჭირდებათ ჯერ კიდე ჭირდებათ და ჭირდებათ რატო იცი მოთამაშეებად ჭირდებათ იქ რაღაცა თემა ხო უნდა აგორონ რა სამარცხვინო ქვეყანაში ვცხოვრობთ რა ეგრეთ წოდებულ კომისიაზე წულუკიანთან ხიდაშელი რატო არ იქნა დაბარებული გენდერული ნიშნით არ შეავიწრონ გენდერული ნიშნით და უსუფაშვილი რატო არ იქნა დაბარებული უსუფაშვილი ეგრეთ წოდებულ სხადნიაკზე კაცი პარლამენტში გიჯდათ კანონებს ღებულობდა ისეთი კანონები აქვს მიღებული თუ რამე ვინმეს ეწინააღმდება მაგ ეწინააღმდება ქართულ მორალს და ინტერესს აბა რა ეწინააღმდეგება რატო არ უნდა გებარებიათ პარლამენტში ვერ დაიბარეთ ვერ იბარეთ არ გინდათ აბა ბიჭო დედი მისისა მის აზიათ დედას რო გაუკეთე მანდამაინც უსუფაშოს მაგრამ ქართველი არ იყოს მაგის იაკუტიელი მორდა რომ მოუხანი პირდაპირ ამაქვს სახეში ნათქვამი შენი ცოლი ბოზიარი თქო და მადლობაო მითხრა კაცმა მაგარი დიპლომატია ხიდაშელს და დოლიძეს ვერ დაიჭერენო პუტანკები ყველა მთავრობაში ჭირდა რა უქნა ძმაო გეთანხმები ზაზა ეს არის ის შემთხვევა რასაც მაგრამ სხვების პუტანკები რო არიან ბოკერიას რატო არ იჭერენო იმიტომ რომ ის ხიდაშეზე და დოლიძეზე მეტი პუტანკაა და მაგიტომ მაგენზე არ არის გაცემული სანქცია იქედან ზევიდან მაგენი არიან ყველა მთავრობაში მყოფი ნაძირლები მაგათ ვინ დაიჭერს ამათი სახე არის მარადიული ქვეყანა რო დაიქცეს საქართველოს რო დაინგრეს ომი რო დაიწყოს და ეგენი დასაჭერი იყოს და არ იწყებოდეს ომი უბედურება მოხდება ჩვენ ქვეყანაში ოღონდ მუდმივი ბოზები ხელშეუხებლები იქნებიან მარადჟამს ბიჭო მე დავასახელებ მარტო ელემენტარული ხიდაშელს ბავშვების წამების დაფარვით იმხელა კრიმინალი აქვს ჩადენილი ეგ უნდა იჯდეს ახლა ციხეში ჩვეულებრივ ციხეში უნდა იჯდეს კითხვას ვსვამ რატო არავინ არიბარებს თინა ხიდაშელს როცა მე ამ ბავშვების წამების ამსახველი მასალები დიდი ხანი პროკურატურას გადავეცი და საჯარო სივრცეში დავდევი ვიდეოები თუ როგორ აწამეს ეს ბავშვები და თუ როგორ მალავდა ამას სამხედრო პოლიცია და ასე შემდეგ ანალოგიური ანალადოლიძე მისი მოადგილე რო იყო რატო არ უნდა იბარებდეს ამას უწყება და რატო არ ეს მარტო როგორც ადამიანის უფლებებზე რო მიდგება ლაპარაკი ვინ უნდა ილაპარაკოს მე ბავშვების უფლებები დინარაძემ უნდა ილაპარაკოს დინარაძეზე მომაწოდეს ინფორმაცია მისი ოჯახის უახლოეს გარემოცვიდან როგორ აყავს საკუთარი სისხლი და ხორცი გაყიდული პატარა ბავშვი და ასეთმა ადამიანებმა მე დავდებ ამ ფაქტებს პირდაპირ ეთერში ასეთმა ადამიანებმა რა როგორ უნდა იმას ქნას რა ქვია დაიცვას სხვისი ბავშვების უფლებები გეკითხებით და მე მიპასუხეთ უბრალოდ მაინტერესებს მაგ ესეთი ინტერესი რომ გამცეთ პასუხი თქვენი ჭირიმე მითხარით თუ შეიძლება
კაცი შვილი საქართველოში სამართალს არ აღადგენს დღევანდელ ხელისუფლებაში. გეუბნებით რა დღევანდელი ხელისუფლება მარტო ცდილობს იმას, როგორ შეინარჩუნოს ბიძინან ივანიშვილის დაჭრილი ქონება. დედაუტირეს უცხოეთში, თუ რამე ქონდა აახიეს ბოლომდე რაც ოფშორებში არიდო. ეხლა ცდილობენ იმას, ოფშორებიდან შემოტანილი ფული როგორ გაამრავლონ საქართველოში და ბიძინა ივანიშვილს როგორ დაუგროვონ დოვლათი და არა ქართველ ერს. ახლა გიორგი სვამს ესეთ შეკითხვას რა, ისე ასეთი უცოდველი და სუფთა კაცია თუ არისო ჩემთან გინდა გაქცევაში ჩამოდი და პრეზიდენტად დაგნიშნავთ. შენ დამნიშნავ პრეზიდენტად მე მეკთხოვე შეჩემისა პრეზიდენტობა. აი მაგ ირონიით რო გელაპარაკები, როდესმე გაგიგონია ჩემგან რომ პარლამენტში მინდა ყოფნა, პრეზიდენტად მინდა ყოფნა, აქ მინდა ყოფნა, ეს თანამდებობა მინდა, ჩემგან გაგიგონია პოლიტიკური სურვილები? მე რო არა მაქვს პოლიტიკური სურვილები, საზოგადოებრივად ლაპარაკი გიტყდება, არ მოგწონს? გაწუხებს? პრეზიდენტად ბიჭო კარტოფილებში და ლობიოში დაგინიშნეს დედაკაცი, რომელიც თავზე გაჯვამდათ ყოველდღიურად და იმას ვერ გაეცით პასუხი. და შენ ეხლა თურმე თუ მე ჰიპოთეტაში სუფთა კაცი ვარ, ჰიპოთეტურად თურმე მე დამნიშნავ პრეზიდენტად? ხმა ვერ ამოგიღია ის, რომ შენი ქვეყანაში ცუდი რა არის, იმის საწინააღმდეგოდ რამე თქვა და შენ ვინმე განსაზღვრებს შენი სურვილის მიხედვით პრეზიდენტი ვინ ყავდეს ქვეყანაში? ყავს შენ ახლა დანიშნული პრეზიდენტი და წადი და აკოცე ტრაგზე მაგაგებით. მე არ მინდა პრეზიდენტობა, ღმერთმა დამიფაროს. ვიყო პრეზიდენტი მაგ საცოდავ ქვეყანაში და ღმერთმა დამიფაროს პოლიტიკური ძალეუფლება მქონდეს, ან ოპოზიციაში ვიყო, როგორც ასეთი მაგ ქვეყანაში. ერთი აი აქ საფრანგეთში ჩემ ბედქვეშ მყოფი ბიჭია რა, აფრიკელი ბიჭია და ასე მითხრა რა, ჩვენ ქვეყნებშიო პრეზიდენტად ყოფნა ცოდვაო. და პოლიტიკურ მასე ყოფნაო რა ქვია. ხელისუფლებაში ყოფნა არის ცოდვაო, არ დანაშაული არის. დანაშაულებამდე ცოდვა არის და ვეთანხმები 100%-ით რა. რადონის უსინდისო უნდა იყო, რომ აი ამათთან კოლაბორაციაში იყო და სარგებლობდე ამ ხალხის უბედურებით რა. მე ამას ვლაპარაკობ თავისუფლად, მე არავის ვალი არ მაქვს. არც პასუხისგებლობები არ მაქვს და ამიტომ გამოვდივარ და მიტომ ვლაპარაკობ მე ამ ყველაფერს. არ მეშინია, თავისუფალი ადამიანი ვარ. ვიღაცას არ მოწონს, ვიღაცა გამოდის და მე მთხოვს, აქეთ მოსათხოვს ნაცვლად იმისა, იდგეს მის ქვეყანაში და იმ ხელისუფლებას მოთხოვს რაღაცა, რომელიც ყოველდღიურად ფატრავს, მე მთხოვს აქ. თუ მე ვარ სუფთა კაცი. მაშინ მე ასე გეტყვით რა, თუ ვინც ასე ჰიპოთეტურად უშიშროების ნარატივით ჩემსკენ ასე ჭუჭყს ისვრით, თუ მე ჩემ ქვეყანაში ნაკურდალი მონაპარი და რაღაცა ვერ ამომიჩინოთ, აი იმ თქვენი დედას შევეცი რეალურად რა. ხო ამბობთ ასე ჰიპოთეტურად. თქვენ უშიშროების ბოზებო. აი ესე გაგცემთ პასუხს რა. ბიჭო, ქონება კი არა, მამა ჩემის მკვიდრი სახლის მემკვიდრეც აღარა ვარ, მისი დედავატირე ამ უბედურების გამო, რაც დევნილობაში მჭირს. არათუ სხვისი მოპარული ქონება და აქ წამოღებული და რაღაცა ცხოვრება აწყობილი. თქვენ ვინც მაგ სიბინძურეს ავრცელებთ, სინდის ნამუსი არ გაგაჩნიათ ხო? არ ვიცი რომ არ გაგაჩნიათ, მაგრამ მაინც თქვენ დინარაძეებს მიხედეთ და თქვენ იმას მიხედეთ რა. და თქვენ პროჭიაშვილებს მიხედეთ, თქვენი დედა მოვტყან თქვენი. გასაправილები იქ ყავთ ხალხი ძალიან ბევრი. აგერ გომელაურს მიხედეთ, მილიარდების ქონება რო წაიღო, ისე რო წავიდა თავის ბოზანდარაშვილთან. რასაკეთებს და როგორ აკეთებს და როგორ აქცევს ამ ქვეყანას და პატარა ხანში წავლიან ესენი და მობრუნდებიან, ესენი გამოვლიან რა ეს მანტით შეპყრობილი ხალხი თავისუფლების, დემოკრატიის
იმითი მანტით შეპყრობილი ხალხი გამოვა გირჩი ჯაბარიძე გამოვა ციხიდან გამოვა რა ქვია არ შეიჯვა ელისაშვილის თანამოაზრე გამოვა კიდე და ბევრი გამოვლიან მამუკა გამოვა ციხიდან პატარა ხანში და მოგაჯდებიან კისერზე და ერთი ოლიგარქი წავა და მეორე ოლიგარქი მოგიტყნავს დედისტრაქს აი ვინც ახართ ეხა ვინც ჩემს მიმართ ისვრით ნარატივებს რა ვითომ მილიონერი ვიყო მე მქონდეს ჩემი ქვეყანა მოპარული მე გითხარით თქვენ ბიძი ან გამოდით გამოვიტანეთ ჩემი ქონება რომელიც მე ჩემ ქვეყანას მოპარე ვაფშე ჩემი ქონება გამოვიტანეთ რა მოპარე კი არა საერთოდ რა ქონება გამაჩნია თქვენი დედას შევეცი მე ამ ნარატივებს რო ავრცელებთ და იმას ხაზარაძეს რო ეფარებით უკანალზე და დადევით რა დადევით თუ არა და ვაფშე გაიკმიდეთ ხმა და წადით და იმის უკანალში შეძვერით ან რუსთავი ორის უკანალში შეძვერით და ან იმის უკანალში შეძვერით რა ქვია ბიძინა ივანიშვილის და იმის რამიშვილის უკანალში შეძვერით რა გიგი უგულავების და ამგენის უკანალში შეძვერით ხელისუფლება ძალა უფლება მაგი ჩემნაირ კაც იდეაში მაგას ვინ მისცემს მაგას იდეაშიც არავინ არ ჩააბარებს ხელისუფლებას ერთ დღეში დავსვამდი ციხეში ყველა ნაბიჯვარს სამუდამო პატიმრობით და მოპარული ქონების კონფისკაციით აი რას გავაკეთებდი შენო ანალოგიურსო რატო აკეთებო თუ არ მოგწონსო შეურაცხყოფა მე რას ვაკეთებ ჯიგარო ანალოგიურს მითხარი ქვეყანას უპარავ 800 ბავშვი კვდება წელიწადში გაეროს მონაცემებით მშიერი რომელ ბავშვს მოუპარე ლუკმა და მოვიპარე და წამოვიღე აქ და გავაუბედური რას ვაკეთებ შენ ეთყობა დაკარგული გაქვს რეალობის აღქმა შეურაცხყოფა რომელ შეურაცხყოფაზე ლაპარაკობ ბიძია ქვეყანა დაიყვანეს 5 მილიონიდან 3 მილიონ 800,000 კაცი სადაც ქართულად მოლაპარაკე შეიძლება 1.5 მილიონი აღარ დადის იცი შენ შეურაცხყოფა კი არა და ლინჩის წესით უნდა ასამართლებდეთ დღეს ამ ნაბიჯურებს მაგ ხელისუფლებაში რო გიზით შეურაცხყოფა შენ არ იცი რას ნიშნავს შეურაცხყოფა არის ესეთი ძველაღთქმაში კბილი-კბილის წილი და თვალი-თვალის წილო რა ამ ქვეყანას თუ ასე არ მიუდგა ვინმე არც არაფერი არ იქნება და არც არაფერი არ მოხდება უკეთესი ეხლა რა ვიცი ხა ამ იდიოტებს დაბლოკავ მეტი არაფერი არ შემიძლია ჩაულებრივ შეუძლიათ წავიდნენ და ეხლა იმისი რა ქვია უშიშროების უკანალში იგულაონ 3000 ლარი არის დანიშნული მაგარი პროპაგანდონი თუ ხარ ქართული ოცნების და უშიშროების ორი აკაუნტი აქვს ერთით ვიღაცა უნდა აგინო და მეორეთ ვიღაცა უნდა აქო გამიგე აი ესეთი ისინია რა ქვია მაგათი პოლიტიკური მიზნებისთვის და ამაში ხარჯება ხალხის ფული და პენსიონერს და ვეტერანს და იმას რამდენი აქვს ხელფასი ერთი წადით და შეეკითხეთ ერთი 7 დღე ვერ გაიტან საქართველოში თავს ქართული პენსიით თუ იმითი გადასახადებს გადაიხდი და აი ეს ჭკვებაზე და რა ის რაციონზე და რა ის იმაზეა ლაპარაკი დედა ქვეყანას ნატირები ბოლომდე არის არაფერს არ ვლაპარაკობ ქვეყნის შიდა პროდუქტზე და ტრუსიკი ვერ წარმოებიათ და წვალის ხალხი ვერ გაუკეთებიათ და ამათ აქტ კიდე deep state შებრძვიან და deep state შებრძვიან რა ვეცეცოდი შენ კი არა სტალინმა ვერ დაალაგა ქვეყანა აი მე ჩემო კარგო რას გეტყვი ისე იმას რომ სახელმწიფოებრიობა ქონდა იმან კალოშით მოსულმა კაცმა ატომური სახელმწიფო დატოვა რა ჩემი და სტალინის შედარება არ გეწყინოს მაგრამ მაგარი უსინდისო ქმედებაა რა ჩემნაირი მტრები იმნაირ კაცებს ვერ შეედარებიან რა აი მას გეუნები გულახდილად რა მე არავის დიქტატურის მიმართ არა მაქვს სიმპათიები, მაგრამ თუ სახელმწიფო სიძლიერეზე და მის შექმნაზეა ლაპარაკი, ხო? ძალიან დიდი დიფერენციაციაა რა. და ზოგადად კანონის მიმართ და ძლიერი რაღაცის შექმნის მიმართ ყოველთვის უნდა იყოს ადეკვატური შეფასებების დროს რა. არა მე კურსოზე მაინც ბიზნეს კმაყოფილები არიანო ხო რა უქრა დაბარა ძმაო ვინც მათხრახს იყენებს საზოგადოების მიმართ იმის მიმართ ყოველთვის კმაყოფილება დიდია რა სათხარო დღე როარო საფრანგეთში ვარ ძმაო პოლიტიკურ დევნილად დღე ახლა რა გითხრა სხვა განედია
3 საათი არის ჩვენ შორის სხვაობა, 3 საათნახევარია მე მგონი ზუსტად თუ არ ვცდები და ამიტომ შეიძლება იყოს სხვაობა. აი ამის თქმა მინდოდა მე ყველას ვინც უყურებს ამ ვიდეო ლაივს ძალიან ვთხოვ რომ გამოიწეროს ეს ვიდეო ბლოგი და გააზიაროს. ახლა დაუწყეს ერთმანეთს გვარამიებმა და იმბიჯო რანაირი ხალხი ყავს ცი ჯერ შეუძლიათ აგინონ სოფლიო ლიდერები და მე შეუძლიათ უკანალში შეუძლიათ. ამას წინათ ახლა გვარამიას პოსტი ვნახე ტრამპს როგორ უძრება უკანალში. კაცი რომელსაც დაკარგული აქვს სრულიად სახე და ღირსება რა. რამდენჯერ უნდა გადაალოკოშეთ და არხნიანო ის გადაფუთხეული. აი რა ერთმაშად არ დაგიჯერონ მის მიმართ სიყვარული რა. ვერეტები იმ ტრაქში ვეღარ შეხვალ რა გვარამიას ვეთყვი რა. აღარ დაგიჯერეს უკვე. წავიდა რა შენი პატრონები გაღმა იქ მარილზე. ეხლა ბიძინას ჯერია, ხა ბიძინა თამაშობს. ჯერ ისრაელს უძვრებოდა უკანალში, იმიტომ რომ ეგონა რომ ამერიკელებთან უშუალმდგომლებდნენ, იმედმა დაიკიდეს, დასაკიდებლებიც იყვნენ და მე ირანში გაუშვა თავისი ყურმოჭრილი მონები ირანში. შიახი და ძალა. მე ბეწვზე გადარჩენ კოცები თუ არა, ირანს რო არ შეენარჩუნებია თავის სახელმწიფოებრიობა, ავით ამ დიდი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდებოდა ჩვენი ყურთლო არსლანი ბიჭი. კუდულა. ქვეყანაში საერთოდ სოფლიოში დიდი რაღაცეები ხდებოდა. სწორი ისტორიის სწორი მხარეზე დგომა ეს ძალიან დიდი ანალიტიკის და ძალიან დიდი სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური გააზრებების უნარს მოითხოვს, რომელიც ამათ არ გააჩნიათ, იმიტომ რომ ესენი არიან აბოზვრები რა. როდის თქო ბიძინამო 1000 ლარი იქნება, ბიძინამ ბევრი რამე თქვა ჩემო კარგო, მაგრამ ერთ-ერთი რაც გააკეთა, ეგრე საყდრისი ააფეთქა. ოქრო რო გაეტანა. ყველაზე სამართლიანი მთავრობა. ვინ? ბიძინა ივანიშვილის მთავრობა არის ყველაზე სამართლიანი, თუ სწორად გაგიგე? ბოდიშვიხდი რა, ყველა კომენტარს ვერ წავიკითხავ ნამდვილად თქვენი ჭირიმე, ყველა გაფასებთ, ყველა მიყვარხართ, მაგრამ თქვენ ძალიან ბევრი ხართ და მე ვარ ერთი. თუ იქნება მოთხოვნა იმაზე, რომ კიდე გავაკეთო რამის შესახებ ბლოგი აუცილებლად ჩავწერ, აუცილებლად ვიტყვი, ბიძინა ივანიშვილს აქვს ყველაზე სამართლიანი მთავრობა. აი მაშინ რა ვიცი ახლა ქალი არა ვარო დაგწყევლოშე ჩემისა და ასე გეტყვი მაგათი სამართალი არ მოგშორებოდეს. მაგათი სამართალი არ მოგშორებოდეს შენ. მაგარი აზრი გაქვს შენ. ალი ბაბა შავი ვირი. ამის აზრიც მოვთხარ ერთი, ამას თუ აზრი შეიძლება კონდეს. რავი, აგითხათ ჩიგარო, ვერაფერს ვერ გეტყვით, დაიმშვიდეთ თავი. სულ იქნება ბიძინაო, ალი ბაბა შავი ვირი ამბობს რა. სანამ შენ შავი ვირი იქნები და დარწმუნებული ვარ ცხოვრების ბოლომდე იქნები. მანამდე მოგაჯდება და გიხმარს ბიძინა. ნაცი ხარო მე მეუბნება რა. ისე ნაცების დედა შევეცდა მე შენ ახალშიკო შენ. მე ნაცი არ ვიყო, ვინც მე მიცნობს. რატომღაც თავს არ ვიმართლებ, იმიტომ რომ ჩემ ცხოვრებაში რაც მიკეთებია, რაღაცა წინააღმდეგოდ მიკეთებია ყველაფერი და ყოფილა ჩემს მიმართ რეპრესიები და მოდი რაც მიგავიარე რა, ის ტკივილები გაიარე შენ და მე ილაპარაკე. მოქალაქეები ცემენ პასუხს აგერა. ბიძინა ივანიშვილის სამართლიანობას მე რო გავჩუმდე, ქვები იღაღადებენ. ქვები იღაღადებენო, თქვენ რო გაჩუმდეთო, ქრისტემ უთხრა თავის მოწაფეებს, სიმართლის დიდი ძალა აქვს. შენ სიმართლეზე ვერ დაგელაპარაკები, მაგრამ დრო მოვიდა ისეთ ჩვენ ქვეყანაში თავისებურად ანახებს ყველას და ყველაფერს სიმართლე თავის გზას, მე ასე მჯერ. ასიზამთ ერთი ვისარგებლებს შემთხვევით და რას გეტყვით, იცით? რამდენი ხართ ერთი იმნაირი? საკუთარი სამშობლო რო არ გიყვართ. აი ამას ვიტყვი ბოლოში რა. რამდენს გინდოდათ ამერიკის სამხედრო ბაზები ჩვენ ქვეყანაში და ამ ბოლო დროს რო სხვადასხვა ქვეყანაში აგერ ერაყის ჩათვლით რო დაიბომბა ირანული რაკეტებით უცხო ქვეყნის ბაზები. აი ნეტავით იფიქრეთ იმაზე საქართველოშიც რო ყოფილიყო ამერიკის ბაზები, რო აქაც
გამოუშვებდნენ ბალისტიკურ რაკეტებს. თქვენი უსამშობლო დედავატირე მე და იმ კაცის დედავატირე, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში მისი არმიის ბაზების გარდა სხვა ქვეყნის სამხედრო ბაზების არსებობა უნდა დაუხარია. წერტილი. დავასრულებ ახლა მე ლაპარაკს და ყველას ვთხოვ, რომ ვინც უყურა გააზიაროს ეს ვიდეო ბლოგი რა. გმადლობთ, კარგად იყავით.